ფარისევლები სულელები არ იყვნენ. ისინი ქრისტეში რეალურ საფრთხეს ხედავდნენ. არა ზეციურს, არამედ მიწიერს. ძალა, რომელიც ფულზე ან მახვილზე კი არ დგას. არამედ ჭეშმარიტებაზე, მათთვის გაუგებარია. შეკრიბო ათასობით ადამიანი, განკურნო, აპატიო ცოდვები. ეს რომაული ლეგიონი კი არა უარესია. ისინი მეთოდურად ბლოკავდნენ მას. ყოველი სასწაული, გამოწვევა, ყოველი სიტყვა ნაპერწკალი. ისინი კანონით აწვებოდნენ, ის კი თავისუფლებით. ისინი სტატუსს ეჭიდებოდნენ, ის კი სულებს. გარდამტეხი მომენტი სიჩუმეში დადგა. როცა პილატემ ის ეგრის გვირგვინით გამოიყვანა. მათ შესწახეს ჯვარს აცვი. იმიტომ რომ ჭეშმარიტების წინაშე, რომელიც არ ამტკიცებს, არამედ უბრალოდ არის, თულს შეუძლია მხოლოდ სისხლი მოითხოვოს. ეს ისტორიული ფაქტი კი არა დიაგნოზია. დღეს ჩვენ იგივეს ვხედავთ. სახარებას თავს ესხმიან, რადგან ის არ ჯდება. თავაზიან ქრისტიანობაში. მაგრამ ჭეშმარიტებას დაცვა არ სჭირდება, ის უბრალოდ არის. და ის ყოველთვის იმარჯვებს. ამინ.